სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმიდისა სულისაითა. ქრისტიანობას რელიგიას, რომელსაც ადამიანი ღმერთამდე აყავს, ქრისტიანობა, რომელიც ადამიანს ასწავლის და აჩვენებს ყველაზე მთავარს, თუ რისთვის არის ადამიანი შექმნილი და რა არის ცხოვრების აზრისი. ქრისტიანობა, რომელიც ყველა არსობრივ პასუხს, ყველა არსობრივ კითხვას სიღრმისეულ პასუხს აძლევს. მრავალი ადამიანისათვის არის გაუგებარი და მათ შორის ეკლესიის წიაღშიც. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დღეს ეკლესიის წიაღში ქრისტიანობასთან დაკავშირებით არის, თქვენთვის ახალი არ იქნება, რასაც მე ახლა ვიტყვი. და უბრალოდ მე გული მწყდება, რომ ეს პრობლემა დღემდე რჩება. მე მახსოვს, როცა ეკლესიაში მოვედით, მრავალი წლის იქით, ადამიანური საზომით, ჩვენი საზომით, თორე რა მრავალი წელი ეს არის, როცა ჯერ კიდევ ათეისტური საზოგადოება იყო ცოცხალი, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და შეცდომა მაშინ ძალიან ძლიერად იყო მოდებული და განმაპირობებელი ჩვენი მაშინდელი ქრისტიანების სულიერი ცხოვრებისა. რომ ღმერთი იქმს ყოველივეს და ადამიანის ძალისხმევა მინიმალურია. ღმერთია ყოველივეს შემოქმედი. შენ უნდა ირწმუნო და დამთავრდა. ალბათ გეცნობათ, ვისაც მეტნაკლებად პატარა ცოდნა გაქვთ ზოგადად ღვთისმეტყველებაში, გეცნობათ ეს პროტესტანტული მიდგომა, რომ თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს შენს პირად ხსნელად, უკეცხონებული ხარ. რაღაც გავსი რამ არსებობდა და ნებისმიერი ძალისხმევა ადამიანისა, რომ თავად რაიმე მოემოქმედებინა, თავად რაიმე გაეკეთებინა, თავისი პირადი ინიციატივა გამოეჩინა, თავისი ნებელობა გაეცოცხლებინა. აღიქმებოდა რაღაც არაჯანსაღ მოვლენა თვითხიბლათაც კი. მე ამ სიტყვებს ჰაერიდან მოტანილს არ ვამბობ, მე ვამბობ იმას, რაც მე მინახავს ჩემი თვალით. ნებისმიერი სიცოცხლე გამოვლინებული მორწმუნეში და სასულიერო პირში აღიქმებოდა როგორც რაღაც უცნაურ, არასტანდარტულ, საზოგადოდ არამიღებულ მოვლენასთან, რომელიც ახლოს იყო ხიბლთან. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საკმარისი იყო რაღაც მარტივი ლიტონი რწმენა, რომელიც არის ყოველთვის საჩუქარი ღვთის. და ეს რწმენა იყო საკმარისი იმისა და დოგმატების სწორი ცოდნა. სწორი ცოდნა. მეტნაკლებად. თუმცა როგორც წესი, როდესაც არ არის სწორი ცხოვრება, არ არის სწორი ცოდნა დოგმატებისა. როდესაც არ არის სწორი ცოდნა დოგმატებისა და რა არის დოგმატი? ღვთისაგან მიღებული ცოდნა, უშუალოდ ღმერთისაგან მიღებული ცოდნა. ღმერთისაგან გამოსული ბრძანებაა ჩვენთვის. არა ადამიანის მოგონილი, არამედ უშუალოდ ღვთის გამოცხადება ფორმულირებული სიტყვაში. და თუ არ არის სწორი ცოდნა, მაშინ ცხოვრება არ არის. თუ ცხოვრება არ არის, სწორი ცოდნა არ არსებობს და საეჭვოა. უბრალოდ და მარტივი წმენა ძალიან კომფორტულია. იმიტომ რომ ადამიანს ბევრი არც არაფერი არ მოეთხოვება. ადამიანს ყველაზე მეტი მოეთხოვება ცოტაოდენი დისციპლინა, რომ გარეგნული წესები აღასრულოს. მე აღარა ვარ იქ საბჭოთა კავშირში, მე ხლა აქ ვარ. აქ ვარ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენ გვეხება, ჩვენი პრობლემაა.
ანუ იოლია ესეთი რწმენა. რაღაც წესებს აღასრულებ, სინდისი რელიგიური თვალსაზრისით დამშვიდებული გაქვს. სამართლებრივი ინექცია ერთგვარი გაკეთებული შენ სინდის, რომელიც მყუდროთ და არის და გაყუჩებულია, იმიტომ რომ აი ყველაფერი აღასრულე. შეგიძლია მშვიდად იყო, დრო მოვა და ცხონდები. მაგრამ სინამდვილეში ესე მარტივად საქმე რო არ არის, მე მგონი ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ არა ვართ პროტესტანტები და ჩვენ ვიცით იგივე პროტესტანტებისგან განსხვავებით მრავალი ტომია დაწერილი ასკეტურ ლიტერატურას გულისხმობ თუ როგორი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ ჩვენ, როგორ უნდა დავღვაროთ ოფლი სისხლიც კი იმისათვის რომ ის რწმენა, რომელიც საჩუქრად მოგვეცა თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენში იგი გაცოცხლდეს. ასე რომ თუ ჩვენში მოდის ხოლმე ეს კითხვა, სადმე იტყვიან ჩვენს გასაგონად საკმარისია თუ არა უბრალოდ და მარტივი რწმენა, უნდა ითქვას რომ ეს პირდაპირ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ რწმენა ნიშნავს, რაც ჩვენ ხშირად გვითქვავს, რწმენა ნიშნავს ღმერთის ძიებას. თუ ადამიანი ღმერთს არ ეძებს, იგი მორწმუნე არ არის. მორწმუნე სწორედ იმით განსხვავდება ურწმუნოსაგან, რომ მორწმუნე ღმერთს ეძებს, ურწმუნო თუნდაც ყოველდღე აღსარებელი და მაზიარებელი ღმერთს არ ეძებს, მან უკვე იპოვა იგი. ვინც ღმერთი უკვე იპოვა, ვინც გარანტირებულად ღმერთის წიაღშია უკვე, ვინც უკვე ყველაფერი იცის, იგი ურწმუნოა ქრისტიანობაში. არის თუ ვინმე გულისხმის მყოფელ და გამომეძიებელ ღმრთისა, ფსალმურების ეს სიტყვები მე მგონი ჩვენ ყველას გვახსოვს. მაგრამ რას ნიშნავს ღვთის ძიება? ესე იგი, უნდა იცოდე ვინ ეძებო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა ისიც იცოდე როგორ ეძებო. აი პავლე მოციქული ამბობს, მე ვიცნობ მას, ვინც ვირწმუნე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე ვინც ვირწმუნე, მე მწამს ყოვლადწმინდა სამება და ძეღმერთი განკაცებული მწამს, დიახაც მწამს. სათავარ მოვკვდე ამისათვის, ვიტყვი ხა სიტყვას რა წირა დაუდგება, საქმეზე რომ მიდგება ეგ ვინ იცის, ყოველ შემთხვევაში მე ამას ვამბობ. აი მე თუ ვიცნობ მას, ვინც ვირწმუნე, რომელიც ჩვენთაგანი იცნობს ყოვლადწმინდა სამებას, რომელიც ჩვენთაგანი იცნობს იესო ქრისტეს, განკაცებულ ღმერთს. მაგრამ აი პავლე მოციქული ასე ამბობს, მე ვიცნობ მას, მე ვიცი ის, ვინც ვირწმუნე. და ღმერთის ცოდნა მის მცნობელობას ნიშნავს და ის არის საფუძველი ცხონებისა, მარადიული სიცოცხლისა, ამას გვასწავლის ასევე უფალი იოანეს სახარებაში, რომ მარადიული სიცოცხლე, რა არის მარადიული სიცოცხლე საუკუნო, ცხოვრება საუკუნო. უფალი პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს არის იცოდე, ანუ იცნობდე. ისე რატო არის იგივე იცოდე და იცნობდე? იმიტომ რომ იგი ცოცხალია. ძალიან ძნელია ადამიანზე თქვა, მე ვიცი ეს ადამიანი. ეს რას ნიშნავს? მე ვიცნობ ამ ადამიანს. ხო გესმით? ანუ მე ვიცი ეს ადამიანი ნიშნავს, რომ მე ვიცნობ ამ ადამიანს, იმიტომ რომ თუ ადამიანს არ იცნობ, არც იცი, იმიტომ რომ ადამიანი არ არის საგანი, იგი ცოცხალია, იგი პიროვნული არსებაა. ასევე არის ღმერთთან. რა არის საუკუნო სიცოცხლე? ის რომ იცოდე მამაი და ძე, რომელიც მოავლინდა და სულიწმინდა თავისთავად ცხადია, ანუ ყოვლადწმინდა სამება, ანუ იცნობდე. ამიტომ გასაგები ხდება პავლე მოციქულის სიტყვები, მე ვიცი ის, ვინც ვირწმუნე, რომელიც ჩვენთაგან შეუძლია ეს თქვას, რომელიც ჩვენთაგანი იცნობს. და თუ არ იცნობ, მაშინ შენდი რწმენა რა გამოდის? ასევე მოციქულის სიტყვები გვახსენდება, ხო? რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. რწმენა გეძლევა ღვთისაგან, საქმეა მას იცნობდე. ღვთის ძიება, ესე იგი ნიშნავს იცოდე ვინ ეძებო. მაგრამ არ არის საკმარისი იცოდე ვინ ეძებო. არამედ საჭიროა იცოდე როგორ ეძებო. და ნახეთ რა მივიღეთ? მივიღეთ ღვთისმეტყველება, ანუ ვინ არის ღმერთი, როგორია ღმერთი და მივიღეთ ასკეტიკა. ანუ როგორ ვეძებო. და კითხვა, რომელიც შეიძლება დავსვათ საკუთარ თავთან. მე თუ არა მაქვს მინიმალური წარმოდგენა მაინც ღვთის
მეტყველებაში, ანუ თუ ვინ და როგორია ღმერთი. მე თუ არა მაქვს მინიმალური წარმოდგენა ასკეტიკაში, ანუ თუ როგორ ვეძებო, ასკეტიკა ვარჯიშს ნიშნავს, ანუ როგორ ვავარჯიშო, როგორ გავწვდნა საკუთარი თავი ისე რომ მან შეძლოს იმ ვიწრო და ეკლიან გზაზე სიარული, იმ ვიწრო ბჭის მოძიება და შესვლა, რომელიც თავად ქრისტეა, გზაც ქრისტეა და ის კარებიც ქრისტეა. როგორ უნდა მოვახერხო ეს? როგორ უნდა ვიყო მე ის აქლემი, რომელიც გაძვრება ნემსის ყუნწში? ჩვენ ვართ ეს აქლემები ყველა. ჩვენი სიმდიდრე გვაქვს. დიდარი ძნევა შევაო სასუფეველში რა, თქვენ ხო არ ფიქრობთ ეს ოლიგარქებზეა საუბარი? მაშინ ესე იგი ცხონებულად სამწუხარო თუ საბედნიერო ჩვენთან დიდარი არავინ არ არის, ეთყობა ჩვენ ტაძარს და ყველა ცხონებულ ვართ. არა, აქ სხვა სიმდიდრეზეა საუბარი. თამარი ძალიან დიდარი იყო, ჩვენი მეფე, დავითიც, აბრაამიც, მაგრამ ისინი გაძვრენ ნემსის ყუნჩში. აქ მარტო სიმდიდრეზე არ არის საუბარი, უბრალოდ აქ სიმდიდრეზე საერთოდ არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ აი იმ დიდარ ჭაბუკს უნდოდა სასუფეველი ისე, რომ არ გაყოლოდა ქრისტეს. გახსოვთ, გაიხსენეთ, აბა როგორია, როგორი დიალოგი მიდის მასა და მაცხოვარ შორის. მას არ სურდა გაყოლოდა ქრისტეს. ჩვენ შეიძლება მატერიალური სიმდიდრე არ აგვაქვს, მაგრამ აი რამდენად გსურს ქრისტეს გავყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ აღსარებელი და მაზიარებლები ვართ, ეს სხვა თემაა. ხოლო თუ ადამიანს თეორიულად ხო შეგიძლია დაუშვათ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს აღსარებელი და მაზიარებელი და ქრისტეს არ გაყვეს. რატომ შეიძლება ამის დაშვება? იმიტომ რომ მრავალი არის მოწოდებული და ცოტა არის ცხონებული, ცოტა არის რჩეული, უფლის სიტყვებია. ანუ ჩვენ მრავალნი ვართ, მაგრამ ჩვენ შორის ვინიცის რამდენია ისეთი, რომელიც ცხონდება. ყველა ღმერთმა გვაცხოვნოს, მაგრამ ამის დაშვება ხომ უნდა შეგვეძლოს და ჩვენი თავი მოვიაზროთ იმათში, ვინც არ არის ცხონებული, გამოვხიზლდეთ და დავიწყოთ სხვანაირი ქრისტიანული ცხოვრება. ესე იგი, ამის შესაძლებლობა არსებობს, რომ ჩვენ სწორედ ის აქლემები აღმოჩნდეთ, რომელიც ნემსის ყუნჩში ვერ გაწდება. ესე იგი, სხვა სიმდიდრეზეა საუბარი და რა სიმდიდრეა ეს? ეს სიმდიდრეა ჩვენი საკუთარი სიმდიდრეები, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს. ანუ ის ფასეულობა, რომელიც ჩვენს გულშია, რის გამოც, რომლის გამოისობითაც ჩვენ არა ვართ სულით და გულით გლახაკნი, არა ვართ. ნეტარიყვნენ გლახაკნი სულით, რამე თუ მათი არ სასופველიც ცათა, არა ვართ ჩვენ სულით გლახაკნი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი რა საკუთარი პატივმოყვარეობა ღირსებას რო უწოდებთ, საკუთარი ნიჭიერებები, საკუთარი ეგოიზმი, საკუთარი სიამაყე, საკუთარი სიმართლე, საკუთარი ეგოისტური სიცოცხლე, საკუთარი მიდრეკილებები, რომელიც გვიყვარს. ეს ჩვენი სიმდიდრეა. ჩვენ ამით ცხოვრობთ, ამით ბედნიერობთ, ამით ვნეტარებთ. მაგრამ აი წმენა გვეუბნება, რომ უნდა იცოდე ვინ არის და როგორ ეძებო. ისე ვინ არის ახლა ეს ადვილი გასაგები რომ არ არის თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ჯერ ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდზე მრავალი წელი ცხოვრობს, შეიძლება ვერ გაიგო ის ვინ არის და ღმერთი, რომელიც არ გიხილავს. როგორ ფიქრობთ, ხო ძნელია გაიგო ვინ არის. გამოცხადება გვაქვს მამაო იტყვიან. რა თქმა უნდა გამოცხადება გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ამ გამოცხადებას წმინდა წერილი რომ ქვია და საერთოდ ზოგადად წმინდა გარდამოცემა, როგორ ადამიანები როგორ ამახინჯებენ და წაღმა უკუღმა კითხულობენ და რა უცნაური მოძღვრებები გამოყავთ. უცნაური, სადაც ქრისტეს საერთოდ ღმერთიც კი არ არის ზოგიერთ მოძღვრებაში. და რაც შეეხება როგორ ეძებო, აქაც ზოგადად შეიძლება ითქვას. მსგავსი პოულობს მსგავს. ადამიანს არ შეუძლია ღმერთი იპოვოს, რომელიც მით უმეტეს ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მოვიდა, თუ ცოტათი მაინც არ ცდილობს მას მიბაძოს და მიემსგავსოს. ხშირად მომიყვანია ხოლმე ცხოველის მაგალითი, აი ძაღლისა და ღორის. ძაღლი და ღორი არის სიმბოლო ურწმუნოებისა, წმინდა წერილის ენით. და ხშირად მithქვია ხოლმე, როგორ გააგებინებ ღორს, რომ შენ ხარ ადამიანი. ვერაფრით ვერ გააგებინებ. აბსოლუტურად გამორიცხული. რატომ? იმიტომ რომ ის შენსა და მას შორის
პრაქტიკულად არანაირი მსგავსება არ არის. მსგავსება არის იმდენად, რამდენადაც ორივე ღმრთის ქმნილებები ვართ, მაგრამ არ არის ის მსგავსება, რომელიცაც მას ექნებოდა უნარი ღორს გაეგო, რომ შენ ხარ ადამიანი, მისგან განსხვავებული და შესაბამისად მოქცეულიყო შენს წინაშე. ასევე შეუძლებელია ადამიანმა გაიგოს როგორ ეძებოს ღმერთთან მისასვლელი გზა, თუ არ ცდილობს, რომ მას მიემსგავსოს. სხვათა შორის აი ის ღრმად მორწმუნენი ბრჭყალებში, რომლებმაც არ იცოდნენ თუ ვინ და როგორ ეძებნათ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს წმინდა წერილიდან ვინ იყვნენ ისინი. ისინი იყვნენ ფარისევლები. ფარისევლები, რომლებსაც ჰქონდათ ისეთი რელიგიური ცხოვრება, როგორც ხშირად გითხოვს, რომ ჩვენ რა ვიცი, მე ეჭვება, რომ ჩვენ ეს შევძლოთ, მათ ჰქონდათ ესეთი რელიგიური ცხოვრება. ისინი თავისი რწმენისათვის შეიძლება მომკვდარი იყვნენ კიდევაც, ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი ექნებოდათ, ღმერთი როგორ მისცემდა ამ მადლს, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ერთი რამე უდაოა, რომ ამ ღრმად მორწმუნე ადამიანებმა ვერ იპოვეს ქრისტე, იმიტომ რომ არ იცოდნენ სინამდვილეში ვინ ეძებნათ და როგორ ეძებნათ. და ისეთ უმძიმე სულიერ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ აპოკალიფში მათ საკრებულოს იონეს გამოცხადება წაიკითხეთ, უფალი პირდაპირ სატანის საკრებულოს უწოდებს, მათ საკრებულოს. უცნაურია. ადამიანები, რომლებიც ღმერთის ძიებაში არიან თითქოს, მათ უფალი სატანის საკრებულოს უწოდებს. რატომ? იმიტომ რომ მათ არ იციან ვინ და როგორ ეძებონ. არ იციან იმიტომ, რომ მათი რწმენა განსხვავდება იმ რწმენისაგან, რასაც ქრისტიანული რწმენა ქვია. და კითხვა, რითი განსხვავდება? ღვთისმეტყველებს აქვთ ხოლმე ესეთი ტერმინოლოგიურად რამდენად ზუსტად შემიძლია გამოვხატო, არ ვიცი, მაგრამ სარწმუნოებას ზოგჯერ ისინი უწოდებდნენ იუდაიზმის მსგავს ქრისტიანობას. ზოგიერთ ქრისტიანულ დენომინაციას, ეხლა არ დავასახელებ. ძალიან გავრცელებულ დენომინაციას სხვათა შორის, ძალიან გავრცელებულ, ჩვენზე უფრო ბევრი არის. იუდაიზმის მსგავს ქრისტიანობას უწოდებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რადგან ესეთი ფენომენი არსებობს და რადგან ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჯერ შეიძლება ვიყოთ ნომინალურად მართლმადიდებელნი და რეალურად მართლმადიდებელნი რამდენად ვართ, ეგ სხვა საკითხია, თუ ჩვენ ნომინალურად მართლმადიდებლები ვართ, საშიშროება არსებობს იმისა, რომ ჩვენ სწორედ აი ამგვარი ქრისტიანები ვიყოთ. ანუ ისეთი ქრისტიანები, რომლებმაც ქრისტე ვერ იცნეს. მიუხედავად იმისა, შეიძლება ვიყოთ აღსარებელი და მაზიარებელი. ამის კლასიკური მაგალითი არის იუდა. იუდა არის მაზიარებელი ქრისტიანი. მან ქრისტე ვერ იცნო. დღეს სახარებაში მე ვფიქრობ ძალიან უпроსტად 60 ქულოში მეორე კორინთელთა მეოთხე თავი. ძალიან დიდებული სიტყვები აღმოვიკითხეთ. იმედია გახსოვთ, დაიმახსოვრეთ და ზეპირათაც იცით უკვე. ეხლა ცოტა შენდობას ვითხოვ, ცოტა ირონია იყო ჩემ სიტყვებში, მაგრამ სამწუხაროდ ესე ხდება ხოლმე, რომ ადამიანები აქედან რო გადიან, მათ ნაკლებად მიუქცევიათ ხოლმე თურმე ყურადღება, თუ რა იქნა წაკითხული 60 ქულოში და რა იქნა წაკითხული სახარებაში. ხა ეს რატომ არის ცუდი? არა მარტო იმიტომ, რომ გამოგჩა ეხლა კაცნი ვართ, გონება გვებნება სამწუხაროდ, ვიცით როგორ ვართ, დაღლილები ვართ და ასე შემდეგ, 1000 პრობლემები, დატვირთულები შემოვდივართ. ბოლო-ბოლო სახში წავალ და წავიკითხავ ადამიანის ტყვის და სახში სულ უნდა ვკითხულობდეთ ყოველ დღე წმინდა წერილს, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. ის რის გამოც ჩვენ ყოველ დღე ვკითხულობთ წმინდა წერილს. რა არის ყოველდღე მიზეზი იმისა, რომ აი ესე დაჟინებით მოვითხოვთ, რომ წმინდა წერილი 60 ქულო და სახარება ყოველ დღე ვიკითხოთ რა. ესეთი გონება შეზღუდულნი ვართ, ვეღარ დავიმახსოვრეთ, რა შინაარსიდებს შიგნით? არა. ესეთი გონება შეზღუდულები არა ვართ. აქ მიზეზი სხვა რამეა და ხშირად გვითქვამს, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ ჩემი სიტყვები არის სული. ანუ და როცა უფალი შევა სინაგოგაში პირველი რეაქცია რა იყო ებრაელი მორწმუნეების, რომ რა უცნაურად ხადაგებს ეს მოძღვარი. არა როგორც ჩვენი მოძღვრები, არამედ მის სიტყვებს ძალა ახლავს. აი ეს ძალა, რომელზეც შემდეგ უფალი ტყვის ჩემი სიტყვები სულ არიან. სული. ანუ
არა მიწიერი, არა მატერიალური, არა ინტელექტუალური, არა მენტალური, არამედ ღვთაებრივი, მადლის შემცველია. მადლი ახლავს ქრისტეს სიტყვებს და საღვთო განგებულებით, როგორც შუქურა ამ ბნელ სამყაროში, როგორც გზის მანიშნებელი, დაგვიტოვა უფალმა წმინდა წერილი, რომელიც არის მადლის წყარო და ის მადლი, რომელიცაც უფალი სულით, სიტყვა სულით აღნიშნავს და ებრაელები აღნიშნავენ სიტყვა ძალათი, არის სწორედ წმინდა წერილში მყოფი და როცა ადამიანი მას რწმენით და გულით კითხულობს, არა უბრალოდ ინტელექტუალურად, არამედ გულითაც, უფალი მას მრავალ საიდუმლოებას უხსნის. და ეს საიდუმლოება, ანუ ღვთაებრივი მადლი, გადმოღრული წმინდა წერილიდან ჩვენზე ყველაზე ძლიერად და ძალუმად იგრძნობა და განიცდება წირვის დროს. ამიტომ წირვის დროს 60 ქულოს გულდასმით მოსმენა და სახარების გულდასმით მოსმენა არის აუცილებელი. ეს არის სიტყვის მსახურება, რომელიც გვამზადებს ჩვენ ქრისტესთან ზიარებისათვის. ესეც ქრისტესთან ზიარება, ნამდვილი ჭეშმარიტი გონებისმიერი და გულისმიერი ლოცვა და წმინდა წერილის აი ეს სიღრმისეულად განცდა და კითხვა არის ასევე ღმერთთან ზიარება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე გთხოვთ ხოლმე, რომ წმინდა წერილი აუცილებლად გიორგი მთაწმინდელის რედაქციით იკითხოთ, არის ეს, რომ თქვენ გაიგოთ აქ რა იკითხება. თუ აქ თუ ვერ იგებთ რაც იკითხება, თქვენ ძალიან ბევრს კარგავთ. ერთ-ერთი მიზეზია, მეორე მიზეზი ის, რომ თანამედროვე ქართულში ის მადლი არ არის ისე, როგორიც უნდა იყოს, იმიტომ რომ იქ რაღაც არის დაკარგული. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ საკითხავს, დღევანდელი საკითხავი არის ძალიან დიდებული და საინტერესო და ლამაზი და იმედის მომცემი. აი მე წაგიკითხავთ. რამე თუ ღმერთმან, პავლე მოციქულის სიტყვებია მეორე კორინთელთა მეოთხე თავი. რამე თუ ღმერთმან, რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელი გამობწყინვებად. გვახსენებს პავლე მოციქული ღმერთი, ბიბლია წაკითხული გაქვთ, ღმერთი, რომელიც ამბობს, იყავ ნათელი, როცა სამყაროს ქმნის, პირველად ქმნის მატერიას, ქაოტურ მატერიას და პირველი მოწესრიგებული ქმნილება სამყაროში არის სინათლე. ჯერ ნათობები ასე როგორც ასეთი არ არის. არის ეს მოწესრიგებული მატერია არის სინათლე და ეს არის ასეთ სიტყვებით გამოხატული და თქვა ღმერთმა იქმნენ ნათელი და იქნა ნათელი. და სწორედ ამას ახსენებს. ანუ ღმერთმან, რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელი გამობწყინვებად, აი სწორედ ამ ღმერთმა, ამ ყოვლისშემძლე ღმერთმან გამოაბწყინვა გულთა შინა ჩვენთა განსანათლებლად მეცნიერებისა, დიდებისა, ღმრთისა წინაშე პირსა იესო ქრისტესა. ანუ სწორედ ამ ღმერთმა ჩვენს გულში გამოაბწყინვა მეცნიერება, ანუ ცოდნა ღმერთის შესახებ წინაშე ღვთისა იესო ქრისტესი. იესო ქრისტეს მიერ. ანუ ის ცოდნა, რომელიც გვეძლება, რომელიც იგივე რწმენაა, რწმენა და ცოდნა ამ შემთხვევაში ერთ და იგივეა. ის რაც ჩვენ მოგვეცა, რაც ჩვენ გვაცოცხლებს, ჩვენ გულში გამოაბწყინვა, ჩაბნელებულ გულში ღმერთმა ისევე, როგორც თავის დროზე სამყაროში გამოაბწყინვა ხილული ნათელი. ეხლა ეს რას ნიშნავს? კი ბატონო, გავიგე ლამაზია, მე ის რომ ამას ადამიანი აუცილებლად უნდა გძნობდეს. და თუ ადამიანი ამ შინაგან ნათელს ვერ გძნობს, მამაო რას ამბობ, ეგრე ხო ხიბში ჩავარდება? არა, ვერ ჩავარდება ხიბში. ისევე როგორც ადამიანი თუ გონიერია, რომ ხედავს სინათლეს მზისას, ხიბში არ ვარდება. ხიბლი რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში? რა მაგარი ვარ, მზეს ვხედავ. პირიქით, ადამიანი მადლიერებით ივსება, მადლობა ღმერთო, რომ თვალისჩინი მომეცი და მზე არსებობს. ასევე ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ღვთის მადლს განიცდის, ხიბში ვერ ჩავარდება. ადამიანი ხიბში ვარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას საერთოდ არასწორი მიდგომები აქვს ყველაფრისადმი. და როდესაც რაღაც სხვა რამე ღვთაებრივი ნათელი გონია, დემონური, პატივმოყვარული, საკუთარი თავით
ტკბობის სინათლე, საკუთარი სინათლის, მოდი ესე ვთქვა, ტკბობა ღვთაებრივი ნათლით ტკბობა გონია. ეგ სხვა თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი აუცილებლად უნდა განიცდეს, როგორც ხილულ სინათლეს ხედავ, ისე უნდა ხედავდე შენს გულში, განიცდიდე და გრძნობდე იმ ღვთაებრივ ნათლს, რომელიცაგანაც გეძლევა რწმენა. ადამიანი, რომელიც რწმენით ამაყობს და ამპარტავნებს, ადამიანი, რომელიც თავისი რწმენით სხვას ურწმუნოს, ზემოდან უყურებს, ის ხიბლის მდგომარეობაშია. და ის იმ ღვთაებრივ საჩუქარს დემონივით იყენებს. ეშმაკმა, რომელმაც ის საჩუქარი ყოფიერებაში მოყვანისა და სიცოცხლისა გამოიყენა იმისათვის, რომ ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა დაეწყო. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან. ხოლო აი ეს საოცარი განძი და საფასე, ნახეთ როგორ გვაქვს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი აქ არის ის, რასაც უკვე მე ჩვენ თავთან ბრძოლას ღვაწლს და განსასწრებს და ასკეტიკას უკავშირებთ. ეს საოცარი ხო აი ნათელი, კი ბატონო, ძალიან კარგი, რაჯობია ამას. აი ღვთაებრივი ნათელი გამობწყინდა ჩემში. მაგრამ სად გამობწყინდა ეს ღვთაებრივი ნათელი? სად? ამას ამბობს პავლე მოციქული. ხოლო გვაქვს ჩვენ საფასე ესე, აი ეს განძი. კეცის ჭურებითა. კეცის ჭური ხო ესმით თიხა. ჩვენ ხო თიხისაგან მოზელილები ვართ, ხო არ დაგვავიწყდა. ხშირად გავიწყდება ხოლმე. საოცრად ვამპარტავნებთ და რა ხარ ადამიანო, ცოტა ხანში მიწა შეერევი. აი ეს საოცარი განძი, სადმე ოქროს და თვალმარგალიტის სასახლეში კი არ არის. არამედ თიხაშია, მიწაშია, რომელიც არის ჩვენი არსება. და რატომ არის? იმიტომ რომ რატომ არის კეცის ჭურებში? რათა გარდარეული იგი ძლიერებისა იყოს ღმრთისაი და არა ჩვენგან. ანუ მე მივხვდე იმას, რომ ესე იგი, ადამიანის სხეული უკაცრავად ეხლა მე ჩვენ მთელ ანატომიას და მთელ ინტერიერს და ექსტერიერს ადამიანი როგორი ამას ვერ მოყვები ეხლა და თუ კარგად დაუფიქრდებით, ხათაშორის ეს თუ არ ვცდები აქვთ ბუდისტებს. ადამიანის ხორციელი ნაწილი შეიძულონ, რაც თავისთავად ხადი არასწორია. თუმცა რაღაცა არის აქაც მარცვალი. მიმართავენ სწორედ ამ თავისი ადამიანური სხეულის ინტერიერისა და ექსტერიერის ესე იგი განხილვას მედიტაცია აქვს ესეთი და ეს იმდენად გულის ამრევი ხდება საბოლოო ჯამში, რომ წაიკითხავ ამას, რომ შეიძლება გული გაგისწრეს, ადრა საზღვრობა ადამიანი. ესე იგი ფაქტურად ესე იგი სიტყვიერად ესე იგი გარემო იწამლება, იმდენად მძიმეა, რომ ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ შეიძულონ საკუთარი ამ ქვეყნიური სიცოცხლე. ბუდისტები აკეთებენ ბერები ამას. მაგრამ მეორე მხრივ ეს რაღაცა ჰარიდან მოტანილი ხომ არ არის, ეს რეალობაა და აი პავლე მოციქული გეუბნება, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ იცოდე, რომ ეს საოცარი გარდარეული იგი ძლიერება, ანუ ღვთაებრივი ძალმოსილება, რომელიც საბოლოო ჯამში სიკეთე და სიყვარულია, მიხვდე, რომ შენგან არ არის. არამედ ღვთისაგან არის, შენგან ეს როგორ იქნება? ყველაზე რბილად და ყველაზე ლამაზად ნათქვამი არის ის, რომ მიწახარ. თორე შეიძლება უარესათაც დაგახასიათოს ადამიანი, ხო? მე გარდა ამისა ადამიანს იმის გამო რომ აი ამ სოფელში არა როგორც ანგელოზი, არამედ როგორც აი კეცის ჭური ცხოვრობს და მოღვაწეობს და ამ სოფელის კანონები მასზე ძლიერად ზემოქმედებს, როგორც მატერიალური, ისე ამ ქვეყნიური, სოციალური და ურთიერთობის ის კანონები, რომელიც პირდაპირ დემონით არის ნაკვებები და დემონური სულისკვეთები და საშინლად იმდენად რომ დღეს ადამიანს დაკარგულია გუნარი სიკეთისა და ბოროტების გარჩევისა. დღეს კი არა, ყოველთვის ესე იყო. აი კაინს მაგალითად დაკარგული ქონა, რა იცოდა, არ იცოდა რა იყო სიკეთე, რა იყო ბოროტება. არ იცოდა, თავის სიმართლე ქონდა. ეს ყოველთვის ესე იყო, რას დრო გავა, უფრო და უფრო უარესი ხდება, დღეს განსაკუთრებული. დღეს რომ გააცოცხლო ნებისმიერი ჩვენი წმინდანი, თუნდაც ილია მართალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, სულ ერთია, ნებისმიერი კეთილშობილი ადამიანი, რომელიც იღწოდა სამშობლოსათვის, გამოიყო და ტრიბუნაზე დააყენო. ჩაქოლავენ. რატომ? ვერ გაიგებენ. რა სისულელებს ლაპარაკობს უიტყვიან. ესია ადამიანი მოწყობილი. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამას სოფლის სული ესე ბატონობს. ამგვარად იქცევა. და
ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ეს საოცარი მადლია ჩვენში, ზოგადად ადამიანში, მაგრამ განსაკუთრებულად ქრისტიანებში, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთთან ნაზიარები ვართ. მეორე მხრივ ჩვენ არსებობას მეორე მხარი აქვს ეს კეცის ჭურებით, რომელიც არის გამოხატული ამასოფელში ვართ, ამასოფლის კანონებს ვექვემდებარებით, მის ზემოქმედებას განვიცდით და ძალიან ხშირად არჩევანის წინაშე ვდგებით, რას გაუფრთხილდეთ ჩვენში არსებულ ნათელს, რომელიც ღმერთმა გამოარწყინა, თუ იმ კეცის ჭურს ემან არ დაინტერეს და არ შეიმუსროს. და როდესაც მე არჩევანს ვაკეთებ კეცის ჭურის სასარგებლოდ, რომ ემან არ შეიმუსროს, არ დაინტერეს და ჩემში არსებულ ღვთაებრივ ნათელს არ დაგიდევ, მაშინ ძალიან ხშირად მოდის განსაცდელები იმის გამო, რომ გამოვხიზლდე. ან თუ მაგალითად ნათელს მივაგებ მე პატივს და არ დაგიდევ კეცის ჭურს და თავარი ჩემთვის ის ნათელია, მაშინაც მოდის განსაცდელი, ოღონ ეს განსაცდელი მოდის ამასოფლის სულისაგან, რომელიც ბოროტდება ჩემს მიმართ და ვერ მწვდება რა ღმერთს ცდილობს, რომ მე გამანადგუროს. ასეა თუ ისე განსაცდელები ჩვენს გარშემო ყოველთვის არის და აი პავლე მოციქული ამბობს სწორედ ამიტომ, რომ ყოველ საშინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება იგვიჩს, წარღა თუ წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გვიჭს. ანუ გაჭირვებული ვარ თითქოს, მაგრამ არა ვარ თითქოს, მაგრამ მეორეს მხრივ შევიწროებულად თავს არ ვგზნობთ და თითქოს უკვე განწირულები ვართ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს განწირულებას. პირიქით, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს კეცის ჭური კი არა, ის არის მთავარი, რომელიც ჩვენ შიგნით არის. დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ. დიახაც ქრისტიანი ძალიან ხშირად იდევნება, ხან როგორ და ხან როგორ, ხან ძლიერად, ხან სუსტად, მაგრამ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ მიტოვებულები არა ვართ. და ღათუ ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწმედულ ვართ. ძალიან ხშირად დავეცემით უძლურებისა თუ ცოდვისა გამოც კი, მაგრამ არა ვართ წარწმედულები და ჩვენ ამის იმედი ყოველთვის გვაქვს. ეხლა ეს სიტყვები ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. ერთ-ერთი იმაზე, რასაც ეს მიგვანიშნებს, არის ის, რომ როდესაც ადამიანს ესეთი საშიშროება ემუქრება, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ის დაბკოლდეს უფლის მიმართ. გაიხსენეთ იგავი მთესვარის შესახებ. ზოგს ეკლესიაშინია და ზოგს მზისა. მზე არის ამ ქვეყნიური საცდურები. შენ გინდა ქრისტიანული ცხოვრება, თითქოს წმენა კი მოვიდა, მაგრამ ის გინდა, ყველაფერი გინდა, ღმერთი არ გინდა, უფრო მეტად გინდა სხვა რაღაცა, ვიდრე ღმერთი, ეს არის საცდური და გახმება შენში რწმენა. ან თითქოს ღმერთი გინდა, თითქოს ამ ქვეყნიური საცდური არ ხიბლავს, მაგრამ განსაცდელები მოვიდა და შენ შეგეშინდა, უარი თქვი და ეკლება შენი სარწმუნება მოაშთო. ეს ნიშნავს და ამ შემთხვევაშიც ის მზეც თესვარის იგავიდან და ის ეკლებიც თესვარის ასევე იგავიდან შენს კეცის ჭურების მოქმედებს და ამ კეცის ჭურების საშუალებით შენში დრგუნავს და გართმევს და გაკარგვინებს იმ ნათელს, რომელიც ღმერთმა საჩუქრად მოგცა. და მოგცა ისე, როგორც სამყაროს მისცა სინათლე. გაგამშვენა და გაგაბედნიერა ისე, როგორც გაამშვენა ეს სამყარო სინათლის არსებობით. მას წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა სამყარო, რომ სინათლე არ ყოფილიყო. კითხვა, ჯერ ხო რომ ეს სამყარო არსებობს, ხო საოცრებაა და ხომ შეიძლება სინათლე არ არსებულიყო. აი არ არსებობს სინათლე და მორჩა. არ შეიძლება, აი მატერია, სინათლე, აი მატერია, აი რამდენი მატერიამდე ხედავთ, ჩვენ სინათლე არ აქვს. არ იქნებოდა სინათლე და ეს ელექტრომაგნიტური ამ ტიპის გამოსხივება. წარმოგიდგენთ რა საშინელება იქნებოდა. სხვათა შორის სამყაროში ძალიან ბევრია მსგავსი, აი მაგალითად, ოკეანე არის მარილიანი. წარმოგიდგენიათ რომ ოკეანეა მარილიანი არ იყოს და იყოს მტკნარი წყალი. დედამიწაზე რა მოხდებოდა, როგორ აყროლდებოდა დედამიწა. აი რამდენი რამეა, ყველაფერი ადამიანისათვის, სხვათა შორის ამბობენ რომ სამყარო არის ანთროპომორფული ღვთისმეტყველები, ანუ ყველაფერი რაც კი არსებობს ადამიანისათვის არის შექმნილი. ეს საოცრებაა. და აი ეს ყველაფერი მე კი მახარებს, მაგრამ ეს კეცის ჭურები რომ აქვს, ეს განსაცდელები ამ კეცის ჭურების საშუალებით ჩემზე მოქმედებს და მე ყოველთვის, რადგან მე მარტო კეცის ჭური ხო არა ვარ, ბოლოს და ბოლოს მე ზნეობრივი არსება ვარ, ვდგები არჩევანის წინაშე. ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის ყოველ წამს არის არჩევანი. სიკეთესა და ბოროტებას შორის. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ სრულყოფილი. ღმერთი დგას არჩევანის წინაშე, რომელიც ჩვენთაგან იტყვის, რომ ღმერთი არჩევანის წინაშე დგას. მან ყოველთვის ზუსტად იცის რა არის სიკეთე.
იმიტომ რომ ის მიდრეკილია სრულყოფილად თორსორე თავად არის წყარო სიკეთისა. მიდრეკილია სიკეთისკენ თლაც სწორი ნათქვამიც არ არის. ანუ სრული სიკეთეა. ადამიანი არ არის სრული სიკეთე, პირიქით ის დაცემული ბუნება, აქედან გამომდინარე, მას ყოველთვის უხდება პიროვნულად არჩევანის გაკეთება. ამიტომ უხდება რა პიროვნულად არჩევანის გაკეთება, როდესაც აი ეს ნათელი და კეცის ჭური მაგ ერთად და საჭიროა ჩემი ზნეობრივი არჩევანი ნათელი ავირჩიო თუ კეცის ჭური, რომელიც შეიძლება დაიმტვროს და შეიმუსლოს, იმ წამსვე ჩდება ორი ფრაზა ჩემში, როგორც ადამიანში. მინდა. ხო ეს სიტყვა ხო ვიცით? მინდა. ხშირად ვიყენებთ ხოლმე, ანუ გულისხმობ. ისე კაცმა უნდა თქვას რა მინდა, დაუსვა საკუთარ თავს. და მარტო მინდა არა. უნდა. ესეც მე მეხება. მინდა და უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მე შეიძლება მინდოდეს პიროვნულად მინდოდეს, მაგრამ ჩემ ბუნებას შეიძლება უნდოდეს ჩემი პიროვნებისაგან დამოუკიდებლად. არ გამოგიცდიათ ეს ცხოვრებაში. აი ეს მინდა და უნდას დაპირისპირება არსებობს ჩვენში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანული ცხოვრება გვიჭირს და ჩვენი მინდა იმდენად სუსტია, რომ გადადის უნდას ჭკუაზე. ხოლო ჩემ ბუნებას რა უნდა? შენ ბუნებას რა უნდა ხო იცი? აბა გაიხსენე ხოლმე. აი ეს არის. ასე რომ მაგრამ პავლე მოციქული აქ პირდაპირ მოგვიწოდებს ქრისტიანული გმირობისკენ და მიგვანიშნებს, აი რას თავში თქვი. ხო, აი მე ვირწმუნე და მორჩა, აბა პავლე მოციქული რას ამბობს? ხო, აი ეს განსასწრებლებს ჩამოთვლის. ამ განსასწრებლებმა შეიძლება ვიღაც შეაშინოს, ვიღაცა დააბკოლოს და ჩვენ ეს სიტყვერად ამას არ გამოვხატავ და ხშირად გვაბკოლებს და ესე გვაშინებს და იმ მზისა და ეკლეს არ იყოს, მაგრამ აი პავლე მოციქული როგორ აგრძელებს მარადის სიკვდილი იგი უფლისა იესოისი. ანუ სიკვდილი რას ნიშნავს იესოისი? ქრისტეს ტანჯვა. ადამიანთა მოსული ღმერთის ტკივილები და ტანჯვა. მას ტკივა გესმით? ტკივა და ტკივა არა ისე უბრალოდ, არამედ აი შენ რომ ცოდვას ჩაგიდენია, ჩადიხარ და ჩაიდენ, ყველაფერი ეს ამძიმებს, როგორც ხშირად გვითქვავს, იმ მათრახს, რომელიც მას ხვდება, შენ რომ ჩაიდენ. იმ ეკლის გვირგვინს უფრო მძიმეს და ბასრს ხდის. იმ მიფურთხებას უფრო მწარეს და უფრო გულმოსაკლავს ხდის. იმ ღალატსაც უფრო ტრაგიკულს ხდის მისთვის და საბოლოო ჯამში გული გაუსკდა მას ჯვარზე და აი ამ გულის გახეთქვაში შენ რომ ცოდავ და კიდევ შეცოდავ, ეს ყველაფერი იგდევს. უფალმა იცის შენ რას იზავდი და ამიტომ იქიდან მაშინ თითქოს დროში, მაგრამ სინამდვილეში იგი პიროვნულად მარადიულია გამოგისყიდა, შენი ტკივილი თავად აიღო და მოკვდა ამის მიერ. ამიტომ უფლის ტკივილი ძალიან მძიმე ტკივილია. და პავლე მოციქული ამბობს, რომ მარადის სიკვდილი იგი უფლისა იესოისი ხორცთა შინა ჩვენთა გვიტვირთავს. არა ჩემთა, მარტო პავლეა და სხვა სულ ჩვენთა, ანუ ჩვენ გვეხება ეს. რატომ გვიტვირთავს? უფალი არ გვტოვებს, რაითა ცხოვრებაცა იგი იესოისი, ანუ სიცოცხლე იგი იესოისი ხორცთა მაშინა ჩვენთა გამოცხადნეს. გინდა მარადიული სიცოცხლე იესო ქრისტეში, იტვირთა ეს სიკვდილი, ანუ ჩვენ დავეფლენით სამჯერ, როცა მოვინათლეთ სიკვდილის ქრისტე იესოსთან ერთად დავეფლენით სამი დღის სიკვდილის სახით და მასთან რატო? იმიტომ რომ მასთან ერთად აღვდგეთ. აი ამას ამბობს პავლე მოციქული. შენ თუ გინდა მას უერთგულო, შენ თუ გინდა რომ შენთვის თავარი იყოს ის ნათელი და არა ის კეცის ჭური, შენს არსებაში უნდა იტვირთო შენს ხორცში ქრისტეს სიკვდილი და ნუ გეშინია მასთან ერთად აღდგები. რამე თუ მარადის ჩვენ ცხოველნი ესე, ანუ ჩვენ ცოცხალნი ესე, სიკვდილსა მივეცემით იესოსთვის. პირდაპირ გვეუბნება, პირდაპირ მოწოდება, თავგანწირვის გარეშე, ქრისტესათვის თავგანწირვის გარეშე. ყველაფერი ამაოა. არაფერს არ ნიშნავს ჩვენი რელიგიურობა, აბსოლუტურად.
ჩვენ მარადის ცხოველნი ეს სიკვდილსა მივეცემით, რაითა ცხოვრება ის, ანუ სიცოცხლე იგი იესოისი მოკვდავთა მაშინა ხორცთა ჩვენთა გამოცხადდეს. პავლე მოციქულის სხვა ადგილას ამბობს გახსოვთ ხო? ცოცხალ მე კი აღარა ვარ, არამედ ჩემშია ცოცხალი იესო ქრისტე და ქრისტეს წყულებს მუდამ ვატარებ და ასე შემდეგ. აი ეს პავლე მოციქულის საოცარი მგზნებარე, ცეცხლოვანი სიყვარული და ერთგულება ქრისტესი, რომელიც არის დაიწერა არა იმისთვის, რომ ჩვენ პავლე მოციქული ვაქო და ვადიდოთ, არამედ დაიწერა იმისთვის, რომ მივბაძოთ მას, როგორც ის ქრისტეს ბაძავდა, მობაძავ ჩემ და იქმენით ვითარცამე ქრისტეს. ესე იგი წაღან თქვი ხო? მინდა და უნდა. არსებობს ადამიანში ორი ნება. ორი ნება, ეს არის პიროვნული ნება, გნომური ნება, საღვთისმეტყველო ტერმინია და ბუნებითი ნება. ღმერთში ეს გნომური პიროვნული ნება არ არის. და რატომ? წეგანაც გითხარით. ღმერთი არის სრულყოფილი სიკეთე. თუ თქვა ცოტა ტერმინოლოგიურად დავაკრინებთ, ვიტყვით, რომ მუდამ სიკეთისკენ ისწრაფვის, თუმცა ეს არასწორია, იმიტომ რომ იგი სრული სიკეთეა. ადამიანი არ არის სრული სიკეთე. ადამიანი ცოდვას ატარებს თავის თავში და ძალიან ძლიერად. შენ წინ ყოველთვის დგება, შენ ყოველთვის არჩევანის წინაშე დგები. სიკეთე თუ არის სიკეთის კეთების საშუალება, იქვე არის თავი დაიძრუნო ამ სიკეთისგან. და თუ არის ბოროტების გაკეთების საშუალება, რომელიც შენ გაწყობს, იქვე გთავაზობს ალტერნატივას ეს ცხოვრება, რომ ეგება დაითმინო, შენ გაწყობს, მაგრამ არ გააკეთო ეს ბოროტება და ეს უკვე სიკეთე იქნება და ყოველთვის დგები არჩევანის წინაშე. შენ წირო ვიღაცას საფული ამოუვარდება, შენ იმ წამს დგები არჩევანის წინაშე. მიაწოდო თუ ჯიბეში ჩაიდო. ეს არჩევანი არ ექნებოდა ადამიანს, ადამიანი რო იყოს უცოდველი. ადამიანი დამძიმებულია ცოდვით. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ჩვენში ეს ბრძოლა არსებობს. და როდესაც ჩვენ ხვდებით ქრისტიანები, ნამდვილი არა რელიგიური ადამიანები, მოვედი, აღსარებებს ვამბობ, ლოცვებს აი ეს სიტყვა აღარ მიყვარს, უკვე გავცვითეთ, ეს ვარაკრაკებ, ანუ ვკითხულობ, ფორმალურ წესებს ვიცავ, თავი მომწონს პატივმოყვარეობაში და ხიბლში ვარდები ამ ყოველივეთი. ამას არ გულისხმობ. მე გულისხმობ სხვას, როცა ადამიანი მართლა მიხვდება რა არის ქრისტიანობა და მართლა გააკეთებს პიროვნულ არჩევანს, ხშირად გვისაუბრია ხოლმე, ხო ერთ-ერთზე, როცა ადამიანი მოდის პრობლემებით ვერ ერევა, მე მეკითხები, შენ პიროვნული არჩევანი გაკეთებული გააქვს? შენ გინდა ღმერთი მართლა თუ არ გინდა? ანუ როცა გაკეთებული აქვს უკვე ადამიანს, როცა ეს თავარი ნაბიჯი, პირველი ნაბიჯი, მოდი ესე ვთქვათ, წმენა რომ მოგეცა, მე პირველი ნაბიჯი არის ეს, გადავწყვიტე, რომ უფალს უერთგულო სიკვდილამდე. აი როცა ადამიანი პიროვნული გადაწყვეტილებით, ანუ ამ გნომური ნებით ამბობს რას, რომ მინდა ღმერთი და ვისწრაფი ღვთისკენ, მისკენ, მინდა. მე უკვე ხელს უშლის ადამიანს დაცემული ბუნება. აი ეს ბუნება, რომელიც სიკეთის საწინააღმდეგოდ, ესე იგი, არის მიდრეკილი. პავლე მოციქული გახსოვთ, მინდა ზეციერი, გახსოვთ ალბათ. და მიწიერს ვაკეთებ. მე მინდა ზეციერი ვაკეთო, მაგრამ მიწიერს ვაკეთებ. და ჩემ თავში მევე მებრძვის ცოცხალი არსება თითქოს. წინა განეწყობაა, რომ საბრძოლველად მებრძვის. და ვინ მიღდა ვერ ერევა, ვინ მიხსნისო ამბობს პავლე მოციქული და მე ქრისტე შეღაღადებს. ხედავთ პავლეს როგორ უჭირს? ხედავთ როგორ და ეს არის ქრისტიანული სწავლება, ქრისტიანობამდე კაცობრიობამ ეს ხომ არ იცოდა. კაცობრიობას ეგონა რომ ადამიანი ბოროტებას იმიტომ ჩადის, რომ არ იცის, რომ სიკეთე რა არის და ბოროტა რომ გაიგებს, მე უკვე სიკეთეს ჩაიდეს და არ არის ესე. იმიტომ რომ ეს დაცემული ბუნება როგორც ცოცხალ და მარტო დაცემული ბუნებაც ხომ არ არის, დაცემული ბუნება საყრდენია დემონური ძალებისა და ის ცოცხალი დემონური ძალა მთელი არსებით შენს დაცემულ ბუნებასთან ერთად ებრძვის შენ პიროვნულ კეთილშობილ გადაწყვეტილებას და გამარცხებს შენ. მაგრამ უფალი გვასწავლის როგორ ვებრძოლოთ. უფალი ადამიანად რომ მოვიდა, ადამიანად ქრისტეს განკაცებას, ღმერთის განკაცებას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის მაგალითის მოცემა. აი, როგორ იბრძვის ქრისტე? რა საინტერესოა, ხო? როგორ ქრისტეს ახლა ცოდვა არ აქვს, მაგრამ აქვს დაზიანებული ბუნება. დაზიანებული, მაგრამ არა ცოდვილი. ანუ ის არ არის, იმიტომ რომ ეს
იმიტომ რომ ის პიროვნულად ღმერთია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პიროვნულად ღმერთია. ამიტომ იქ ამიტომ საბოლოო ჯამში ცოდვაზე გადაწყვეტილებას პიროვნება იღებს. ამიტომ ქრისტეში არ არის ცოდვიანი ბუნება, მაგრამ არის დაზიანებული, ანუ ცოდვის შედეგებს ატარებს. ის რასაც მის უძლურებას ვხედავთ წმინდა წერილში. და აი ნახეთ, გვასწავლის მაგალითს გვაძლევს, რომელიც ჭირდება თუ არ ჭირდება, ჩვენთვის მაინც აკეთებს ამას. როგორ ვებრძოლოთ და დავძლიოთ ჩვენი დაცემული და დაზიანებული ბუნება. როგორ ლოცულობს? გაიხსენეთ გეციმანის ბაღში მისი ლოცვა. როგორი ლოცვა? წარმოგიდგენიათ, ისეთი განცდა და ისეთი ბრძოლა აქვს, რომ ოფლი კი არ გამოდის. ანუ კაპილარები წყდება, ამბობენ, მედიკებიც ამბობენ, რომ დიდი განცდების შედეგად შეიძლება ადამიანს კაპილარები დაუწყდეს, კანის ზედაპირზე ასებული კაპილარები და გამოსული ოფლის სისხლს შეერიოს. და ადამიანის კანი ხდება ძალიან მტკივნეული. ხელის შეხებაზეც კი. აი ესეთი განცდით იბრძვის იგი ადამიანის დაცემული ბუნების წინააღმდეგ და რადგან იგი მასში არსებული ტკივილები იყო არა მისი ტკივილები, როგორც ასეთი უბრალოდ ერთი კაცის, არამედ მთელი სამყაროს, იმ მილიარდობით ადამიანს, ვისაც უცხოვრია და იცხოვრებს, იმ მილიარდობით ადამიანის ცოდვიდან გამომდინარე ტკივილები, წარმოგიდგენიათ, მართლაც მისი ღვთაებრივი პიროვნება, თორე აბა ადამიანი როგორ ძლევდა ამას, ამიტომ იყო გამოხსნა მხოლოდ ღმერთის მიერ შესაძლებელი და ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა, ადამიანს მხოლოდ ღმერთს შეუძლია აწიოს მთელი სამყარო თავის კაცობრიობასთან ერთად. ადამიანს ეს რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს და ზნეობრივი ამის გაკეთება არ შეუძლია. და ამიტომ ჩვენ გეციმანის ბაღში იგი მაგალითს გვაძლევს, როგორ იბრძვის და როგორ იღებს პიროვნულ გადაწყვეტილებას. გახსოვთ ხო მისი სიტყვები მათე მახარებლის 26 თავში მაგალითად როგორ არის? ხოლო არავით არ მემნებავს მამას ეუნება, არამედ ვითარცა შენ. ამ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ მამაო ჩვენოსში. იყავ ნება შენი. ეს არ უნდა ჟღერდეს ჩვენგან ცარიელ სიტყვებად. იყავ ნება შენი. იმიტომ რომ ეს ის სიტყვებია, რომელსაც ქრისტე ამ სიტყვებს სისხლს აყოლებს. შეიძლება ასე ითქვას. სისხლს ღვრის ამ სიტყვების წარმოქმნისას. ეს არის მაგალითი. თუ რა შემთხვევაში შეიძლება ვაჯობო ჩემ დაცემულ ბუნებას, რომელსაც უნდა და არასოდეს მას ღმერთი არ უნდა. მას ყოველთვის ღმერთის საწინააღმდეგო უნდა. მას უნდა სიამოვნება, მას უნდა პატივმოყვარეობა, მას უნდა ძალაუფლება. არასოდეს არ მოუნდება შენს დაცემულ ბუნებას ღმერთი. ღმერთი მხოლოდ შენ პიროვნულად გინდა და რადგან გინდა, უნდა შეებრძოლო ამ დაცემულ ბუნებას ბოლომდე, ასე ახოვნად უნდა აღუდგე მას. მაგრამ თუ ადამიანი ამგვარად იწყებს ცხოვრებას, ხდება საოცრება. იგი მოიხვეჭს რა? სულიწმინდის მიერ ბოძებულ საღვთო მადლს. სულიწმინდა გარდამოვიდა, იმიტომ რომ მადლი მოგვცეს. აი ამ ბრძოლაში ადამიანი მოიხვეჭს მადლს და შენი პიროვნება, როგორც ხშირად გვითქვავს, თავის რეალიზებას არ ახდენს არა მხოლოდ დაცემული ბუნებით, არამედ სულიწმინდის მადლით, ღვთაებრივი ენერგიით. ამ მადლის მიერ ხდება აი ამ დაცემული ბუნების განკურნება. რომ უკვე ნელ-ნელა საოცარი რაღაც ხდება ადამიანში. ადამიანის ღმერთთან ყოფნა უკვე არის არა მარტო პიროვნული სურვილი, ნებელობა, გადაწყვეტილება, არამედ უკვე ნელ-ნელა შენ ბუნებასაც მოუნდება ღმერთთან ყოფნა. შენ ბუნებასაც ადამიანი ხო საბოლოო ჯამში მთლიანად ცხონდება. ადამიანი ცხონდება სულითა და ხორცით, ხო ვიცით ეს? ამიტომ მთლიანად შენ ბუნებასაც უნდა შეელოს დატევნა ღმერთთან ყოფნისა და აი ხდება ნელ-ნელა ბუნებითი მოთხოვნილება ხდება ღმერთთან ურთიერთობა. როცა ლოცვაში გონება აღარ გებნება, როცა ღვთისმსახურება ინდივიდუალური სახში თუ აქვს, არა თუ ბრძოლის საგანი, არამედ გიხარია და ერთი სული გაქვს, როდის დადგები წირვაზე და როდის ესე იგი ლოცვაზე როდის მიხვალ. როდესაც აღმოაჩენ რომ აი ჩაიხედები შენ თავში და რა გინდა, ღმერთი გინდა. და თუ რაიმეს აღმოაჩენ, რაღაცა თავს წამოყოფს, რომელსაც ღმერთი არ უნდა, იქვე ჩაჭყლიტავ იმას, როგორც აი ჭიას რო მავნე ჭიას რო გაჭყლიტავ, იმიტომ რომ ის მერე დიდ გველეშაპად გადაიქცევა. დადგები ლოცვაზე, განსაკუთრებულად როცა ლოცულობ და არ აკითხულობ, როცა შენ სიტყვებს იაზრებ, განიცდი და შენ სასხდი ამ სიტყვებს, იგივე იესოს ლოცვის დროს და
ხარ ამ ბრძოლაში, შენი ბუნება გეწინააღმდეგება იგივე წირვაზე, დაიღლება, გასვლა უნდა, მოშვიდება, მოწყურდება, მხრები ატკივდება, გონება ხო გებნება, ფეხები აღტკივდება, რაღაც აზრები შემოდის, რომელიც იქ ხან საჭმელს სუფრას უზიხარ, ხან მანქანაში ზიხარ, ხან რაღაცა შენ ამ ქვეყნის საქმიანობას აკეთებ, ხან ვიღაცაზე შურს იძიებ, ხან ვიღაცას ეტრფი და ასე შემდეგ, არ აძლევა მის საშუალებას, არ აძლევ, არც ბოროტ და არც კეთილ აზრს არ აძლევ საშუალებას, რომ შენსა და ღმერთშუა ჩადგეს და აი ესე ახოვნად იბრძვი. ეს ბრძოლა გვირგვინდება იმით, რომ ერთხელაც დადგება დრო, როცა ნელ-ნელა აღმოაჩენ, რომ შენს ბუნებას უხარია ღმერთთან ყოფნა. არა მარტო პიროვნულად შენ გინდა, არამედ აი რომ უნდაო, ხო, იმასაც უნდა, შენ ბუნებასაც უნდა. და ეს არის ის პერიოდი, რომელიც უკვე წმინდანობის პერიოდად იწოდება და ნუ შეგაშინებთ ეს სიტყვები, ჩვენ ვითხოვთ ამას ღმერთის წინაშე, ადრეც მithქვავს, გული წმინდაი დაბადე ჩემთან ღმერთო და სული წფელი განმიახლე გვამსა ჩემსა და ჩვენ ვამბობთ ამას და ვთხოვთ, ნეტარი იყვნენ წმინდანი გულით, არამედ უმად ღმერთი იხილონ და პავლე მოციქულის სიტყვები, ადიდეთ ღმერთი ხორცითა მაგითა თქვენითა, ეს ყველაფერი სწორედ იმას ეხება, რომ ერთხელაც დადგება, რომ არა მარტო მინდა, არამედ აი რომ უნდა, სხვა რამე რომ უნდა და იმასაც უკვე ღმერთი უნდა. ამიტომ ერთ-ერთი აი მამოძრავებელი ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, იმისათვის რომ ჩვენ არ ვიყოთ გულგრილნი, მოდუნებულნი, უაზროდ მყოფნი ეკლესიის წიაღში, არამედ ვიყოთ ცოცხალნი უჯრედი ქრისტეს მისტიური სხეულისა, ვიყოთ ერთგულნი მოწაფენი ქრისტესი, იმისათვის რომ ჩვენში გამრავლდეს სულიწმინდის მადლი, რომ ჩვენს გარშემო ათასები ცხონდებოდნენ, რომ ჩვენ ვიყოთ გადამრჩენელი ჩვენი ახლობლებისა, მთელი ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი მდგომარეობით გამო, იმიტომ რომ ჩვენში ღიებს სულიწმინდა, საჭიროა რომ გავცოცხლდეთ ერთხელ და სამუდამოდ და გვინდოდეს ღმერთი. ამიტომ ჩვენ თავს არასოდეს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ღმერთი არ გინდოდეს. ყოველთვის, როდესაც ატყობ, რომ რაღაცა ისეთი გეზარება, რომელიც სათნოა ქრისტესათვის, იმ წამსვე არ მისცე იმ რაღაცას, იმ შენში არსებულ იმ ბოროტებას გაფურჩქნის საშუალება და უთხარი, მე მინდა ქრისტე. მე სხვა არაფერი არ მინდა, როგორც ნეტარი ავგუსტინი ამბობს, ორი რამე მაინტერესებს ამ ქვეყნად, ღმერთი და საკუთარი თავი, აი ეს საოცარი მუხტი მოვიპოვოთ და თქვენ ნახავთ, რომ როგორ გაცოცხლდება ჩვენი რწმენა და როგორ გავიგებთ თუ ვინ გვწამს და როგორ ვისწრაფოთ მისკენ და როგორ შეიცვლება არა მარტო ჩვენი შინაგანი სამყარო, არამედ ის გარეგანი სამყარო, რომელიც ჩვენ არასოდეს არ მოგწონს, როგორ შეიცვლება ჩვენს გარშემო და თუ ჩვენ ამგვარნი ბევრნი ვიქნებით, ნახავთ როგორ შეიცვლება ჩვენს გარშემო, ჩვენი სამშობლო. ყველაფერი აბსოლუტურად შეიცვლება. ხოლო თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, არც სამშობლო არ შეიცვლება. ეკლესიაც იმ მდგომარეობაში იქნება, რა მდგომარეობაში წეხლა არის და ჩვენი სულებიც ვერ გადარჩება. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენთაგანი ეცდება პირველ რიგში საკუთარი თავის საცხოვნებლად, მერე მოყვასის საკეთილდღეოდ. და ეს ყველაფერი იწყება ძალიან მარტივი რამით. შენ თავს დაუსვა კითხვა, კაცო, რა გინდა? და მერე პასუხი გაეცი, მე მინდა ქრისტე და მასთან მარადიული მყოფობა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.